მოგესალმებათ სლენდერა კახეთიდან. Ჭაუჯექით. კითხვა-პასუხი გვექნება დღეს. ინტროს მუსიკა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. Yep. It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგებრუნდით მომდევნო ვიდეოთი. როგორც community post-ში დავწერე, რამდენიმე დღე ვერ დავდევდი ვიდეოს და მაინც ვერ მოვითმინე. უნდა გადამეყო რაღაცა, მეთქი გამომწერები იმსახურებენ ვიდეოს, შესაბამისად მოვიფიქრე კითხვა-პასუხი, რომელიც კარგი ხანი არ გადაგვიღია. ბოლო კითხვა-პასუხი მგონი მე და ქეთის შეყვარებულობის დროინდელი იყო, ასე რომ ხო. პირველ რიგში როგორ ახართ, მომიყევით, ხო ხართ ყველა ჯანზე. იმედია როგორღაც ეფარებით ამ საშინელ სიცხეს. ევროპისგან განსხვავებით ჩვენთან კიდე კარგი ამბავია. იქ საერთოდ იწვის ყველაფერი, ჩემი ძმა არის ახლა ევროპაში და ანუ შახუთულობაა საშინელი. აქ გვაქვს 64. საქართველოს მაინც რა ხუაზზე ხარ, იმენა. ხო, ვიმყოფები კახეთში, მეუღლის მხარეს, დასასვენებლად. Community Wall-ში დავპოსტეთ, რომ დაძერთ კითხვებიო და 3 საათში, 4 საათში ეგრევე მოვაყარეთ კითხვები. 42 კომენტარია დაფიქსირებული მაგ პოსტზე უკვე და რასაც შევძლებთ წავიკითხო და გავცევ პასუხს. იმედია მოგწონთ რაკურსიც, რა უკან ვერაფერს ვერ ხედავთ დიდად. ლინზა ესეთი არა, მაგრამ უკანაც გამოვაჩინე ყველაფერი HDR-ი არა აქ, მაგრამ ხო, ხარისხი ნორმალურია მგონი. რა თქმა უნდა არ უნდა დაგვაუწყდეს აქაც ჩვენი სპონსორი Sandomi და მათი უგემრიელესი ვაფლები. ეს დავითრიე ორნაბიჯში აქვე. ზუსტად ჩემი საყვარელი გემო ჰქონდათ. აქვთ კიდევ სნეკები როგორც იცით, მათი პროდუქცია დამზადებული არის ევროპული სტანდარტებით საქართველოში. აირჩიეთ ქართული და აირჩიეთ Sandomi. მადლობა მათ, რომ არხს გვერდში უდგას დღემდე. დავიჯერეთ უგემრიელესია, არიანეთ ყავასთან, ჩაისთან, ყველაფერთან კარგად მიდის. ცოტა თუ ვიბოდიალე რაღაცები მაპატიეთ. კახეთში ვარ, რა თქმა უნდა, სიმამრმა დამალევინა და ძალიან ბევრი შავი ღვინო. გუშინაც დავლიეთ, გუშინ წინას დავლიეთ. და ნუ ხო, კახეთია, რატო არ უნდა დალიო კახეთში, ხო? რაც შეეხება კომენტარებს. დავიწყოთ Q&A. როდის გადაიღებ Nissan-ზე ვიდეოსო? რომელ Nissan-ზე გადაიღო ვიდეო? თემო 5-5 გწერს. თუ Subaru-ზე ამბობ და შეგეშალა. Subaru-ს ვიდეო იქნება. იქნება დამიჯერეთ რაღაცა პრობლემები რო არა იქნებოდა აქამდე, მაგრამ იქნება. არ დაგვიწყებია. ლიმიტირებული ვარ დღეს editing-ში, ფიზიკურად ვერ ამოვანათებ აქ სახელებს, ვინც გამომიგზავნო კომენტარები, იმიტომ რომ მოკვდება ჩემი საცვლავი ლეპტოპი მაგისთვის. ჯერ ამას საერთოდ დავმონტაჟე მეგეც არ ვიცი, ასე რომ ხო, უბრალოდ იცოდეთ რომ თქვენი კომენტარი წავიკითხე. მადლობა ჩიტებო, ძალიან დიდი. დიდი მადლობა. ხო, გავაგზავნოთ. დემეტრე ხარაზიშვილი გწერს, კიდევ გადაიღებ Minecraft-ს. შეიძლება გადავიღო, ოღონდ სხვანაირად, როგორც VR Minecraft-ი გადავიღეთ. მაგრამ მე საინტერესო მოდი თუ გამოვიდა, ან კიდე VR-ში თუ გადავიღე, ხო, ისე არა, ისე დიდად არა, ჩემთვის საინტერესო Minecraft-ი. არა, როგორ არის საინტერესო, კარგი თამაშია ძალიან და ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება, მაგრამ გთხოვ ითამაშე First of Fathom 5, გეხვეწები. First of Fathom ვითამაშეთ სტრიმზე და საკმაოდ საინტერესო იყო. შეიძლება ისევ სტრიმზე ვითამაშოთ, horror სტრიმზე, რამე ეგეთი. შესაძლოა ვითამაშოთ. შემდეგი სანდრო გელაშვილი გწერს, კითხვა არ არის, პროსტა მინდა რომ Minecraft-ის სერიები დაიწყო. არ დავიწყეთ Minecraft-ის სერიებს ხალხო. დაივიწყეთ Minecraft-ის, всё. შენი საყვარელი ვიდეო რომელია არხზე? The Star 1111 გწერს. ჩემს არხზე რომელია ყველაზე საყვარელი ვიდეო და ამჟამად ყველაზე საყვარელი ვიდეო ქეთისთვის ხელისთხოვნის ვიდეოა. Nick 4-იანი გწერს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გამომწერების მოთხოვნილი თამაშის გადაღება არ გდომებია, მაგრამ როცა ითამაშე მოგწონებია. კი, რამდენჯერაც გინდა. ბევრი თამაშია მასტი ძალიან. ეხლა ეს არ მახსენდება კონკრეტულად, მაგრამ რასაც მთავაზობ, ძირითადად არ მინდა ხოლმე გადაღება, მაგრამ თქვენი ხათრით ვიღებ და ბოლოს მომწონს. ასე რომ კი, ბევრი ყოფილა ძალიან ეგეთი. GeoGamer 49S გწერს. GTA 6 წინასწარ უკვე იყიდე? არა, რამდენიმე დღეში ვიყიდე იმას GTA 6 ფულს ვაგროვებ ხუაზე ხა. ჯერ არ თავგურიცხვია ხელფასები და ხო. და GeoGamer-ი ასევე გწერს PS5-ის თამაშებს რატომ არ იღებ, გადაიღე რა. ექსკლუზივი დიდად ახალი არაფერი არ გამოსულა ისეთი რომ გადავიღო. რამაც დამაინტერესა, მოდი ესე ვთქვათ და თუ რამე ისეთი გამოვაგადავიღებ, აი მაგალითად GTA 6. ეს ძალიან მალე გამოდის უკვე. არ ამჯერა რო გამოდის კეფცებით, ანუ იმას მგონია სიზმარში ვარ. მთელი მსოფლიო ელოდება, რამხელა აჟიოტაჟი იქნება მაგის სერიების წარმოგიდგენიათ? GTA 6-მა ჰაიპი თუ არ გაამართლა, აი Rockstar-ს აქვს კვადრატში დარხეული. ეს არ არის CD Projekt Red და Witcher 3, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თამაშია, მე თუ მკითხავთ მაგ ჟანრში. ასეთი კომპანია არა, როგორც არ უნდა გიყვარდეს Witcher 3, Witcher ახალი Witcher-ის სერია რო გამოვიდეს და არ იყოს ისეთი როგორც Witcher 3, ისეთი ფურორი ვერ მოყვება, როგორც GTA 6 რო არ იყოს ისეთი, როგორცაც ველოდებით, ან თუ არ გადააჭარბა მოლოდინებს, აი არ ვიცი. გადადგამენ Rockstar-ს ალბათ.
Brawl Stars გადაიღებ თუ შეიძლება კი გადავიღებ Brawl Stars ვაპირებ Brawl Stars-ის გადაღებას მაინტერესებს როგორი არის ადრე მქონდა გადაღებული smartphone-ების სერიებში smartphone-ებს რო ტესტავდი თამაშებში და ხო კაი გამოხმაურება ქონდა მაგას ასე რომ თადოთ ახლანდელი Brawl Stars-ი ვწდით აუცილებლად ბექა როგორ ხარ და თიგრი გალაშვილი წერს კი კარგად ვარ და დაღურემილი სმაილი გულით კარგად ვარ ამ ეტაპზე სტაბილურად ვარ emergency მომიწია მოხვედრა ჯანმრთელობის მხრივ პატარა პრობლემები შემექმნა პირდაპირ გეტყვით არ დაგიმალოთ გულზე მაქვს რაღაცა პრობლემა არ ვიცი მე თუნდაც რა და უნდა გამოვიკვლიო და ხო რა რო გამოვიკვლიო გეტყვით როგორ ვარ ჯერჯერობით კარგად უძნობ თავს პატარა ჩავარდნები ჰქონდა ჩემს გულს არ ვიცი რამ ჭირს ჯანიანი ვარ წონაში არ ვიკლებ რავი ვეზიტები წონებს ჩვეულებრივად და რავი ალბათ ნერვიულობა სტრესი დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მე აღებული ჩემ თავზე დიდი რა ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს და ხო ალბათ მაგის ბრალია რა ბევრი საფიქრალი მაქვს მოდი ასე ვთქვათ მაგრამ არ ნერვიულობ ამჟამად კარგად ვარ გამოკვლევებზეც ვივლი პარალელურად ვიდეოებსაც ჩავწერ თუ მაგის თავი მქონდა ესე პირდაპირ ვიდეოს ჩაწერისას არ მქონია პრობლემა არაფერი პრობლემა არ შემქნია ჯანმრთელობაზე და იმედი არ შემექნება ჯერჯერობით ჩავწერ ვიდეოს თუ მომიწია რამდენიმე დღე გამოკვლევების ჩატარება შეუჩერებლად ან სადმე პალატაში დარჩენ ან რაღაცა ეგეთი კიდე შეიძლება ვერ ჩავწერო და გეტყვით კიდევაც მაგას მაგრამ სხვანაირად არ გავჩერდები ჰაჰა მაქსიმუმ 4-5 დღე დააგვიანდეს ვიდეოს ისე ვეღარ უძლებ რომ არ ჩავწერო სხვანაირად ღარიბა ერთი გვწერს ETS2-ს გადაიღებ Euro Truck Simulator 2 ძალიან ძველია მესამე სატორო უშვებენ ისე მაგას კი ძალიან გასართობია და ეხლა ძალიან მაგარია მაგრამ მესამე ნაწილი გვინდა Benny Max 021 გვწერს აპირებ თუ არა BeamNG-ის ვიდეოების გადაღებას BeamNG და გავიგე ძალიან დიდად დააპდეიტდა და უაფშე სხვანაირი გახდა რაც თავიდან იყო იმისგან ძალიან განსხვავდება და ანუ შეიძლება, რატომაც არა, მაინტერესებს მეც. მაგარ ექსპერიმენტებს ვატარებდით BeamNG Drive-ში, ვლეწავდით მანქანებზე და ძალიან სახალისო იყო. ასე რომ კი, BeamNG Drive-ს სავარაუდოდ გადავიღებთ. გაბრიელ კაბულაშვილი გვწერს, რატომ გადაწყვიტე YouTuber-ობა, რამ დაგაწყებინა YouTube-ი? YouTuber-ობა იყო, რავი, ალბათ ბავშვობის ოცნება. პირველი ვიდეოები, რაც ვნახე PewDiePie-ის, ვიყავი სადღაც 10-12 წლის ასე, რა სადღაც ეგრე და ნელ-ნელა ჩავამიყალიბდა ეს იდეა თავში, რომ მეც მინდა YouTube-ზე მოსვლა და აი ესე კამერის წინ საუბარი, თუნდაც ვიდეოების გადაღება, ადამიანების გართობა, გაღიმება, გახალისება და ასე შემდეგ. მიხარია რომ ამ დონემდე მოვედი და მიხარია რომ კიდევ ვითარდებით 152,000 გამომწერზე ვართ ახლა ერთთვისაც დიდი მადლობა ყველას. აი ვერ აგიღწევთ როგორი კოლოსალური ციფრია ეს ჩემთვის, ანუ დაუჯერებელია და 150 სპეციალ ვიდეო ფიზიკურად ვერ გადავიღე. ამ პრობლემების გამო. ისთვისაც დიდი ბოდიში ასევე. მაგრამ მედია გამიგებთ. მინდა რამე სპეციალ ვიდეოს გადაღება, ალბათ ცოტა მოგვიანებით გადავიღებ. თემო ხმალაძე გვწერს, აუ ტასოს დაგვანახებ ბრატ. აქ ხა შენ ვის რა შეინტერესებს, შენ დაბერი და ტასო დასვი ახლა გადაუფორმე ყველაფერია. ტასოს ახლა ძინავს. ჯერ ნადრევად არის, ჯერ ნადრევია ტასოსთვის ყველაფერს გადაფორმება. თუ მოინდომა YouTube-ის გაკეთება, მე კი რა გადაუფორმებ თავის არხს შექმნის და თავის community-ს ჩამოეყალიბებს ნოლიდან როგორც მამამისმა ხნა. მამამისი რა თქმა უნდა ბიზნეს მისცემს, დაეხმარება ყველაფერში, ვიდეოებშიც გამოჩნდება ტასოსთან, თუ მოუნდა რა თქმა უნდა, შეიძლება არც მოუნდეს და საერთოდ სხვა სფეროთი დაკავდეს, ხო ხვდებით, ანუ ეხა აუცილებელი არა მშობლის საქმე გააგრძელოს შვილმა, შვილს თუ მოსწონს ეგ საქმე, უნდა გააგრძელოს, ეხა რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააგრძელოს, მაგრამ თუ არ უნდა, ხო, არავის დაძალებას მე არ ვაპირებ. მე ვანახებ ამ პროფესიასაც, იმ პროფესიასაც, რაც თვითონ მოეწონება, ის გამოვა. იქნება ეს ექიმი, ბუღალტერი თუ მსახიობი თუ ვინც იქნება. ჩვენ მშობლები უბრალოდ სწორ გზაზე დავაყენებთ და ეგ არის. პრონიორიეკ, რაღაცა უცნაური სახელი გაქვს მაბატია. ესე იგი, პირველი როგორ ხარ ჯანმრთელობის მხრივო, როგორც გითხარით, კარგად ვარ, ამჟამად არ მიჭირს, მაგრამ გამოკვლევებზე უნდა ვიარო. და მეორე, რა თამაშებიც არ გადაგიღებ, თუ გადაიღებ და მესამე, რა იგრძენი, როცა შენი პირველი მანქანა იყიდე. აუ, ეს მაგარი შეკითხვაა ძალიან. რა თამაშებიც არ გადამიღია, თუ გადავიღებ, ეგ ხო რა თქმა უნდა, რაღაც თამაშები რაც არ გადამიღია, გადავიღებ. ბევრი არის ეგეთი თამაში და კონკრეტულად რომელზე მეუნები არ ვიცი. რაც შეეხება იმ შეგრძნებაზე პირველ მანქანას ვაყიდულობ, პირველი მანქანა არ არის ჩემი Audi, ჩემი პირველი მანქანა არის Opel, მაგრამ არ მიყიდია Opel, გამიგეთ? Opel მათხოვეს ასე ვთქვათ. პაპაჩემის მანქანაა და ეხა პაპაჩემი მოძრაობს მაგეთი და ჩემი Audi, ხოთროს ეხა აქ მიყენია და უყურებ. აგი რა ქაყენია ჩვენი Audi, მონი ფოკუსი ვერ დაიჭერს, მაგრამ ხო რა. მოზების გასწრუ ჩანს. აი ჩემი Audi რო ვიყიდე და ახალ წელს 31 დეკემბერს საღამოს მოვიყვანე, ახალ წელსაც ვქარი გავუკეთე ჩემ თავს. რავი, აი ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ჯერ სახში არავედი, 9:30 საათით, აი უბრალოდ მანქანასთან ვიდექი და უყურებდი. ჯერ მანქანაში ვიჯექი, უყურებდი, სალონს ვათვალიერებდი ესა და მე გადმოვედი და შორიდან ვაკვირდებოდი მანქანას საღამოს ლამპიონების შუქზე როგორი იყო და უმაგრესი შეგრძნება იყო მართლა.
დამიჯერეთ პირველ მანქანას რო იყიდით, ძალიან მაგარი შეგრძნება არის, საერთოდ სხვა არის. თან შენი წვალები შენი შრომით რო იყიდი რა. D-edit წერს. Scroll-ი რო იყიდე რა ღირდა 2788 ლარი განვადებით ვიყიდე. ისე ღირდა 2654-ით რაღაც. რაც ხამ ასეთი ხო და განვადება გავაკეთე, კამერა რო ვიყიდე აღარ დახჭა მაგის ფული და Ono MX-02 ერთ-ერთენას გავდივარ ბაზისუმიდან დიღომში და უკან გაჭირებით მოდის რა, იქაც ვაერთებ ხოლმე ვტენი. 1-2-3 საათი ვტენი და მე უკვე გამოდივარ უკვე ჩვეულებრივად არ ნერვულობ ელემენტზე. ლუკა ნაპირელი კითხულობს მესენჯერში რატო არ პასუხობ. მესენჯერში იმიტომ რომ პასუხობ რომ ძალიან ბევრი მწერს, როგორ ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, მართლა ძალიან ბევრი მწერს და ესე საერთოდ ვერ პასუხობ ფიზიკურად, არ მაქვს მაგის დრო მართლა. და მეორე ტაფსის ვიდეოს გადაიღებ? არა. ტაფსის ვიდეოები ვაივიწყეთ, ანუ ახალი გამოუშვან მაგ კომპანიამ და გადავიღებ. ანუ ტაფსი არის ძალიან ძველი უკვე, всё. ან არ ვიცი, შეიძლება თავში რაღაცამ დამარტყას და ისევ გადავიღო. ნახოთ. ნოსტალგია სერიებიდან ერთ-ერთი იქნება ტაფსის ისევ გადაღება. ლევანი 0000 წერს. ძალიან ბევრი ვიდეოს დაგიწერე ორი აკაუნთით Resident Evil გადაიღეთ ხო და ცოტა action-შიც გვინდაო. ვაღირსებოდეს მე რავი Resident Evil 2-ის Resident Evil სერიებს საერთოდ მე არ ვიღებ. მაგრამ აგერ ჩვენი ძმა Go Let's Play შვენივრად იღებს მაგ სერიებს, ძალიან კაი კომენტირებაც აქვს და იცის მაგ სერიების ისტორია თავიდან ბოლომდე და მე მაშინ უნდა დავიწყო 0-დან. რა აზრი აქვს მაგის გადაღებას თუ არ ვიცი მაგის ისტორია, ხო? პატარობაში ვთამაშობდი Resident Evil Sony 1-ზე, მაგის მე არ მითამაშია და ვითამაში Resident Evil 7, ხო? მე რო გამოვიდა ძალიან მაგარი გრაფიკით. რამდენიმე წლის წინ Village 7-ია, Resident Evil Village 7-ია? არ ვიცი. ხო ხედავ არც ვიცი. ზოია ბუზალაძე გვწერს და ალბათ მისი შვილი ან შვილი. რამდენი წლის ხარ და რამდენ ხანს აპირებ YouTube-ზე დარჩენას? ან შეიძლება თვითონ ზოია, არ ვიცი. ვარ 29 წლის. YouTube-ზე ვაპირებ დარჩენას, სანამ სული მიდგას, რავი. და სალამ შემილია ესე კამერაზე გადაღების დაჭერა და საუბარი. არ ვაპირებ, ანუ არ მიფიქრია მაგაზე YouTube-ს თავის განებებაზე მართლა. ძალიან მიყვარს ეს საქმე, ზედმეტად მიყვარს. გაჯობია ეხა თქვენ რო გელაპარაკებით მაგას, აი ჩემთვის არაფერი არ ჯობია მაგას. ყველაზე მაგარი საქმე მაქვს და ყველაზე მაგარი სამსახური მაქვს შეიძლება ითქვას. რა არის დასამალი, ეს არის ჩემი full time job-ი და ამით ვშოულობ ფულს, ამით ვშოულობ ოჯახისთვის საჭმელს და ხო რა. ჩემი მეულეც ამაყობს ჩემით, ალბათ ჩემი შვილიც ამაყებს ჩემით და იმედი არ მომბეზდება ეს საქმე. ჯერ არსაც წასვლას არ ვაპირებ. და დათი გრიგალაშვილმა უბრალოდ კითხულობ როგორ ხარო, როგორც გითხარით, არ ამიშავს, არ ნერვიულობთ. ანდრიას ფანიძე 5219 გვწერს. ყველა მიცის რომ გიყვარს გადაღება და რას აკეთებდი გადაღების გარდა. ეს ალბათ სანამ ვიდეოების გადაღებას დავიწყებდი. პროფესიით თუ არა IT. და მუშაობდი ასევე მობილურების გაყიდვის კონსულტანტად, მენეჯერად, როგორც ეძახიან, ერთ-ერთ კომპანიაში და ეს კომპანია ახლა სპონსორად ყავს. ეს არის Elite Mobi, სადაც ეს ტელეფონი ვიყიდე და კიდევ სხვა ბევრი ტელეფონი რასაც ამდენ მქონია. ჩვენი სპონსორი იყო ადრე ჩემი დამსაქმებელი და სავარაუდოდ ისევ IT ვიქნებოდი, ვიდეოები რო არ ჩამეწერა. ან ისევ Elite Mobi ვიქნებოდი, არ ვიცი. ნინო ჯიჯელავა გვწერს. YouTube-ის გარდა რას საქმიანობ, ბავშვობაში რაზე ოცნებობდი? YouTube-ის გარდა არაფერს არ საქმიანობ, მარტო YouTube-ზე ვარ. ესაა ჩემი ჰობიც, ჩემი საქმეც, ჩემი სამუშაოც და ყველაფერიც. ბავშვობაში ოცნებობდი YouTuber-ობაზე. ნუ სულ თავიდან ხა ბავშვობაში ოცნებობდი, სანამ YouTuber-ობა თემა იქნებოდა მსახიობობაზე. კამერის წინ იყვარდა გამოჩენა და კამერასთან მუშაობა ძალიან მხიბლავდა და ახლა კი YouTuber-ი ვარ და ვიცი როგორია ყველაფერი. და ძალიან მინდა რამე სერიალში მივიღო მონაწილეობა ან ფილმში ჯერ კიდევ. ეგოცნება არ მიხდენია ჯერ. მედი ავიხდენ. ანდრია კაკაბაძე გვწერს. როგორი იყო შენი პირველი რეაქცია, როცა გაიგე რომ უკვე მამა ხარ? რა მაგარი კითხვები მოდის თქვენგან. მადლობა ანდრია, ძალიან მაგარი კითხვაა. რავი, დაუჯერებელი. ეს რა ხდება? მიშველეთ ვინც ხამ, ნუ თუ მართლა მამა ვარ, მე თვითონ არაფერი არ ვიცი ამ ბავშვს როგორ უნდა ვასწავლო და ეგეთი ემოციები მქონდა. და რო დავინახე, რავი ეგეთი სიყვარული მე მგონი არ მიგრძუნია არასდროს პირველად რო დავინახე ჩემი ბავშვი მაგაზე დიდი გულში აფეთქება არ მქონია არასდროს ალბათ ერთ-ერთი იყო რა თქმა უნდა ჩემი მეუღლის დანახვა პირველად რა თქმა უნდა პირველი დანახვისას რო შემიყვარდა ჩემი ქეთი და ქეთი რო უყურებს ამას ხვდებით მაინც ნუ თქვა ეს რაღაცეები და ანუ სასწაული შეგრძნებაა ხუმრობ ქეთი ხუმრობ ჩემი ცხოვრება ხარ ხო იცი კი ანუ ვერ გადმოგცემთ როგორი შეგრძნებაა მამობა პირველად მამა რო გახდები უნდა გამოსცადო ყველა გაიზდებით ყველა გახდებით დედები და მამები და მაგაზე მაგარი შეგრძნება მართლა არ არსებობს მგონი ელენე ფრეტსუაშვილი ელენე
ფრედ სუაშვილი წერია მგონი სწორად არ ვკითხულობ შენს გვარს და დიდი ბოდიში ელენე. რამდენად ძნელია იუთუბერობა და რატომ გადაწყვიტე რომ იუთუბერი გავხდარიყავი? მიპასუხე გთხოვ. რატომ გადაწყვიტე იუთუბერი გავხდარიყავი? მაგაზე უპასუხებ, მაგრამ ძალიან კარგი კითხვა წამოვიდა, რამდენად ძნელია იუთუბერობა. ყველას გონია რომ იუთუბერობა არის მარტივი, გონია რომ ჰოპ და იუთუბერი გახდები. კი, ვიდეოების ჩაწერა შეგიძლიათ ყველას, ვიდეოების ატვირთვა შეგიძლიათ ყველას, მაგრამ ამითი ხალხის დაყოლიება არის ძალიან ძნელი. რასაც იუთუბერობა ჰქვია, ანუ რა. კონტენტის გადაღებაზე მარტივი რა თქმა უნდა არაფერი არ არის, უბრალოდ გადაიღებ ესე და მე უცებ ატვირთავ, შეგიძლია არც დაამონტაჟო. გააჩნია როგორ საინტერესოდ საუბრობ, მე მაგალითად ვერ ვსაუბრობ ის საინტერესოდ რომ დაუმონტაჟებლად ავტვირთო, თუ არ მოვჭერი და თუ არ მივაკერე და რაღაც ეფექტები თუ არ დავადე, ისე მაგალითად იქნება საინტერესო ჩემი ვიდეო. ადვილ-ნამდვილად არ არის, 1-2 ვიდეო შეიძლება გადაიღო მარტივად, დაამონტაჟე კიდევაც მარტივად. მაგრამ რეგულარულად ის ყოველდღიან, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ეს აკეთოთ, ან შენ თვითონ მარტო როცა რომ შენ ხარ ყველაფერი განათებაც, მონტაჟიც, ხმაც და ყველაფერი აბსოლუტურად ხო, ეს არის ძნელი უკვე. მაგრამ თუ გულით გინდა ამას რა თქმა უნდა გააკეთებ. ბექა შენი ავტომობილებიდან რებიღა გაქვს, ეს არის ჩემი შეკითხვა. გაგა ბუჩუყური გწერს. ავტომობილებიდან, რავი, რაც მქონია ჩემი იდეაში აუდის გარდა და ეხლა სუბარუს გარდა არაფერი არ ყოფილა, ჩემი რა, აუდია მარტო ჩემი. დარჩენი იყო ან მეგობრის მანქანა, ან გადასაღები მანქანები, ან ხო, საპროექტო მანქანა. ეხლა გვყავს მარტო აუდი და სუბარუ და ნუ ოპელი ჩემათ არის თულება ჯერ პაპა ჩემის არის და ოჯახში არის ეგ მანქანა ჯერ. ხო, ეს მანქანებია დარჩენილი მარტო აუდი, სუბარუ, ოპელი ოჯახში. სუბარუს მალე გავუშვებთ, აუდი ჯერჯერობით ჩემთან რჩება. უბრალოდ სხვა რაღაცას ვიყიდი და ესეც მეყოლება ალბათ. გიო ცაბაძე, რატომ არ იპარსავ წვერს? იმიტომ 100.000 გამომტარზე გავიპარსე წვერი და მე ეგეთი აღარ ვიქნები. თან ეხა უფრო მომატებული მაქვს. 100.000 გამომტარზე ამ ხელა არ ყოფილი ვარ. ძალიან მომიმატე ხალხო. დიეტაზე დავდგები, დავიკლებ 10 კილოს. მე ისე გავჩერდები და მომიმატებ ისე 10 კილოს. წინ და უკან დავბუქსაობ. მე მგონი ბოლოს დავანებებ თავს, ვინ უნდა მოვხიბლო ხო? ზოლი მყავს, შვილი მყავს, მოვწონო ისეთ როგორც თუ არ. მაგრამ მე რო არ მომწონს ჩემი თავი ეგ თემაა რა, ხან მაგიტომ დავიწყებ ხოლმე მოტივირებულად 1 თვე, 2 თვე გავქაჩავ და მე ისევ შაურმები, ხინკლები, ლუდები და გიორგი 59 წერს, რაც დაიწყე გეიმერობა, შენი პირველი ვიდეო თამაში რა იყო? გეიმერობა? თუ გულისხმობთ კომპიუტერულ თამაშებს, რომელიც პირობთ ვითამაშე, Sony-ზე იქნებოდა Crash Bandicoot-ი, Dendy-ზე იქნებოდა რა თქმა უნდა Mario, პერსონალურ კომპიუტერზე იყო კაზაკები, პირველი პერსონალურ კომპიუტერი რაც ქონდა, რა თქმა უნდა კაზაკები იყო მან ჩაწერილი, მერე წამოვიდა Need for Speed Underground-ი, Need for Speed Underground 2, Most Wanted-ი და ესე წამოვიდა Prince of Persia და არჩენ უკვე ისტორიაა. ლევან ბერძი წერს გეიმინგი რო არა რა კონტენტს შემოგთავაზებდი, მგონი მაგას გავეც პასუხი და თუ არ გავეცი, არ გავეცი. ამ Q&A-ში არ გავეცი. გეიმინგი რო არა, ალბათ მანქანების კონტენტი. ან რამე ისეთი ყოველდღიურობა ჩემი. მოგაბეზრებდით ჩემი ყოველდღიურობის თავს. გიორგი 30 ბექა რა გქვია? სლენდერა. ლიზი კოჭლამაზაშვილი გწერს, როგორ ხარ? კარგად მიხარია რომ ბევრი ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობით, არ ამიშავს ამჯერად, მადლობა, გამოვიკვდა ყველაფერს და ზუსტ პასუხს გეტყვით, ჯერ არ ვიცი ბოლომდე კარგად ვარ თუ არა, მაგრამ ამჟამად სტაბილურად ვარ. გიო 26H1E გწერს, როგორ ხარ სლენდერ, ჯანმრთელობა ხომ კარგად გაქვს? ჩემი კითხვა, მადლობა მოკითხისთვის. სტაბილურად ვართ. მეორე ახსოვდეს დაიდება ვიდეო, მალე დაიდება UFC 6 თუ გადაიღებ, არ ვიცი, არ მგონია, შეიძლება რამე ჩელენჯის პონჩი გადავიღო UFC 6 და წარმატებებს გისურვებთო. რატომ დაირქვი Slender BM-ი, ეგ ყველა ამის რატომაც დაირქვი Slender BM-ი და ხო, წარმატებები ასევე. და Slender BM-ი რატო დავირქვი და ყველა Q&A-ში ვიძახი ამას. Slender იყო თამაში 2010-12 წლებში, PewDiePie იღებდა მაგ სერიებს, ყველა სხვა იუთუბერიც იღებდა მაგ სერიებს, ძალიან მომეწონა ერთ თამაში და ყველა თამაში, სადაც არ უნდა ყოფილიყავი მეგობრებთან ერთად, ლოგინ ნიკნეიმად მქონდა Slender-ი. და Slender BM უკვე ჩემი სახელი არის, ბექამ ნათობიშვილის სახელი და გვარი. Slender BM, მაგითო დავიწერე. თუ YouTube-ი არ იარსებებდა, რას გააკეთებდი? ალბათ ისევ IT ვიქნებოდი ან ტელეფონების კონსულტანტი, რა ვიცი. მართლა არ ვიცი რას გავაკეთებდი. და ვიქნებოდი საშინელ დეპრესიაში, იმიტომ რომ YouTube-ი ის ადგილია, სადაც შემიძლია ვიყო ჩემი თავი და რავი, გამოვხატო ჩემი თავი. ის ჩემი ლაზღანდარაობები და ჩემი უცნაური პერსონა გამოვამჟღავნო. და ის ჩემი არასერიოზულობა, როგორი არასერიოზული ვარ ცხოვრებაში. და გივიკინა გწერს. კალმისტარი-სტარია? დიახ, არის. გავიდით კითხების ბოლოში. ჩემო კარგებო, ყველას დიდი მადლობა, ვინც მომიკითხეთ, ვინც წარმატებები გისურვეთ. ალბათ მართლა გადაღლილი ვარ და მაგიტომ მჭირდებოდა აქ ჩამოსვლა კახეთში, ცოტა დასვენება, მე თბილისში რო დავბრუნდები, გამოკვლევებს ჩავიტარებ,
იმედია მეტყვიან რომ უბრალოდ გადაღლილი ხარო, მეც დავისვენებ ცოტას, ისე აღარ დავიტვირთავ თავს როგორც ვიტვირთავდი და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ხო, მადლობა ყველას რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, მადლობა რა თქმა უნდა სანდომს არხის მხარდაჭერისთვის. აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახალისო კონტენტს კიდევ, რაზეც გონება გამწვდება იმ კონტენტს გადავიღებ. რომ ცოტათი მაინც გაგახალისოთ და თქვენი დღე გახდეს პოზიტიური. გამოიწერეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ლაიქით ეს ვიდეო თუ მოგეწონათ, დისლაიქი დაწერეთ თუ არ მოგეწონათ. მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და